გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ანგარიში. საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015. მედიცინის დოქტორი ნევროპათოლოგი დალი ბერულავა. მიამბე აფხაზეთზე მსახიობი მარინა კახიანი. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 12 სულიან დევნილ ოჯახს თბილისში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა. კრიტერიუმებისა და სულადობის გათვალისწინებით გოგინავების ოჯახი 4 ოთახიან და 3 ოთახიან ბინებს მიიღებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახი წლებია ყოფილი ღვინის მაღაზიის შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობს. მინისტრის სოზარ სუბარი გოგინავების ოჯახის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 1993 წლის სექტემბერში დატოვა გოგინავების ოჯახმა სოხუმი. მაშინაც ბავშვები და ქალები გემით გამოიყვანეს, მამაკაცებმა ჭუბერის ხელტეხილი გადმოიარეს და იმის შემდეგ ცხოვრობენ აი ამ ორ ოთახში, სადაც არ არის ძველი წერტილი, არ არის სამზარეულო. უბრალოდ გაიზარდა 6 ბავშვი არის დღეს ამ ოჯახში, ძლები ჰყავთ, ოჯახი 12 სულიანი გახდა უკვე და პრაქტიკულად ეს გაიყიდა ამასობაში, ბაზრის მე პატრონამ გაყიდა, იმიტომ რომ ის საკუთრებაში იყო და როდის გამოასახლებდნენ, ალიცოდნენ ამასობაში მოუსწრო სწორედ ამ პროექტმა სავარაუდოდ დეკემბერში, ანუ როგორც კი თბილისის ზღვაზე საბოლოო სარემონტო სამუშაოები დამთავრდება, ისინი მიიღებენ ბინას და დასახლდებიან. შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის ზღვაზე ამ წუთისთვის დამთავრებულია ყველა ძირითადი სამუშაო, მაგრამ გარკვეული ხარვეზები იყო სარემონტო, რომლებსაც ის გამოსწორების პროცესი მიდის ახლა და დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერს ეს პროცესი არ გადასდება. ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. ბავშვებიც გაახარეს. დიდი ხანია აქ ცხოვრობთ ამ შენობაში და რომ გითხრეს, რომ ბინას მივიღებთ, ან ორ ბინას ვიღებთ 12 სულზე, ბედნიერესები ვართ, ემოციებსაც ვერ მალავთ. ბავშვებიც ერთ სული აქვთ, როდის გადავლიდნენ ახალ ბინაში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სხვა სახელმწიფო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს უახლესი წარსულის პოლიტიკური მოვლენების მეცნიერულად გაანალიზებას, ხელშეწყობას ახალი სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში. ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიული ამოცანებისა და პრიორიტეტული ვექტორების განსაზღვრას. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური კონტაქტი კონდეს ხელისუფლებას, მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ვინაიდან თუ კი ხელისუფლება და პოლიტიკა და მართვა შორს არის და დისტანცირებულია მეცნიერებისგან, ეს ზოგადად იწვევს უარყოფით შედეგებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელსაც ახლა ალბათ საფუძველი ჩაეყარა, მე ვფიქრობ ამ კონფერენციით, როცა კონკრეტულ ძალიან პრობლემურ თემებზე მეცნიერებათა აკადემია იწვევს კონფერენციას და სწორედ პოლიტიკოსებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხებზე საუბრობთ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო მართვაში მონაწილეობენ მეცნიერები. ეს აუცილებელია. მეცნიერულ დონეზე მიმდინარეობს დამუშავება ამ სისტემების. იქ არის თავისი ნიუანსები, ალგორითმები და ასე შემდგომ, რომელიც ჩვენთან საუბედუროდ ჯერ არ არის გამოყენებული. იმიტომ რომ არის ბევრი ისეთი სიტუაცია, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, ისე ყველა დარგში, ყველა სფეროში, რომელიც აუცილებლად ითხოვს მეცნიერულ შესწავლას. გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მცხეთას სტუმრობდნენ და სასტუმრო მცხეთაში ჩასახლებულ დევნილებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. ამ დღესთან დაკავშირებით იქ მცხოვრებ 47 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის მხარდაჭერით განახორციელა.
საქართველოს წითელი ჯვარი ულოცავს ჩვენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, გიორგობას და მცირედი საჩუქრით გვინდა რომ კიდევ ერთხელ გავახალისოთ ისინი. შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და მცხეთის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დევნილებმა გაწეული დახმარების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და მათ წინაშე არსებული ყველა პრობლემა გააცნეს. პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი პრობლემა არის ჩვენი დაბინავება. გვინდა რომ მცხეთაში დაგვაბინაონ, იმიტომ რომ აქ არის სამსახურები, აქ არის საფლავები, იმიტომ გვინდა რომ მცხეთაში შეძლების დაგვარად გამოგვიყონ ადგილი, ან აგვიშენონ, ან რაიმე შენობა გაგვირემონტონ. ჩვენ დენით ვთქვებით, რომელიც ძალიან გვიჭირს იმის გადასახადი, ასევე წყლის გადასახადი კიდე დამატებით დაგროვილი მოგვივიდა, რომელსაც ჩვენ გაგვიჭირდება ძალიან გადახდა და ბატონ ვახტანგს ვთხოვეთ ამ საკითხში დახმარება. მადლობის მეტყვი რამე თქვის, ამ საჩუქრებზედაც მადლობას გეტყვით შვილო. წითელ ჯვარს აფხაზეთის მთავრობას ხალხს უნდა ბინა. 4 და 5 და ამხელა ბიჭები რო გვერდით ყავს. შობლებს, სოლიანები, უცოლეები, სულ ყველა ერთად რო არიან ერთ ოთახში, ბინა ხო უნდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი დევნილებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას შეპირდნენ. ამ დღეებში ალბათ შეშას მოუტანთ, კაცბებიან მაინც. იმედია კიდე იქნება დახმარებები და რაღაცნაირად გაუადვილებთ ამ ადამიანებს, მათ ისედაც ძიმე ყოფას. არის ამაზე საუბარი, რომ რაღაც საცხოვრებელი უნდა აშენდეს. საკითხი ისეთია, რომელსაც ერთი ან ორი კერძო პიროვნება არ წყვეტს. ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების დონეზე. ზამთარია არის გათბობის პრობლემა. გუბერნატორი დაკვირდა, რომ მოაძვრის თავისი სამსახურების მეშვეობით აქ შესას. ჩვენ გამოვაგზავნით ჩვენ სამსახურებს იმ კვირიდან და აქ აღერიცხება ყველა ოჯახი და ყველა პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ და ეს არ უნდა დარჩეს ლაპარაკის და დაპირების დონეზე. საქართველოს პარლამენტში გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის თავს მიეძღვნა. გამოფენაზე ყველა მოწვევის პარლამენტარი იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც 1995-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ფოტოგამოფენა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ ჩატარებულმა პირველმა მრავალპარტიულმა არჩევნებმა საქართველოში ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დემოკრატიასთან, დამოუკიდებლობასა და პარლამენტარიზმთან დაკავშირებული საქართველოს მუზეუმებსა და არქივებში დაცული ისტორიულ დოკუმენტთა ფოტოების 300 ექსპონატი, რომელთაგან ნაწილი პირველი რესპუბლიკის პერიოდს ასახავს, ხოლო დანარჩენი მასალები 1990 წლიდან დღემდე 25 წლიან გამოვლილ ისტორიას მოიცავს. ფაქტი ერთია, რომ პირველი მრავალპარტიული პარლამენტი შეიკრიბა 25 წლის წინ და ამ პარლამენტის კედლებში დაიწყო პირველად ჩამოყალიბება საქართველოში, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური დებატების კულტურა, როგორი უნდა იყოს საკანონმდებლო საქმიანობა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე მსჯელობა და ასე შემდეგ. ეს არ იყო ყოველთვის იავარდით მოფენილი გზა, იყო ძალიან მწვავე დებატები, იყო არაკორექტული მომენტებიც, ყველაფერი, მაგრამ გავითარება ხდებოდა ამ კედლებში. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე არის საქართველოს პარლამენტარიზმის მნიშვნელობაზე სერიოზული ხაზგასმა და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი როგორც ინსტიტუტი დღეს უკვე არის ჩამოყალიბებული, თავისი სერიოზული მონაწილეობა შეაქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოტოგამოფენა საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე გასტანს და საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილი გახდება. იმ დღესვე საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს პარლამენტის ახალგარემონტებული სხდომათა დარბაზი, სადაც ყველა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებმა და მისმა მოადგილებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. აფხაზეთის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრისა და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გორში ჩასახლებული დევნილებისათვის ქალაქის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია საქართველოს კომიტეტის მხარდაჭერით მოეწყო და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა, ძირითადში დევნილი მოსახლეობისთვის.
რომ ჩაგვეტარებინა კონცერტი და ერთი ნათელი დღე გვეჩუქებინა მათთვის, იმიტომ რომ მაინცა და მაინც განებიურებულები არ არიან. შეიძლება დედაქალაქში იყოს ეს თბილისში, მაგრამ პერიფერიებში ნაკლებად ხდება მათთვის ასეთი რაღაც ღონისძიება და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ, რომ რაღაცით გვინდოდა გვესიამოვნებინა მათთვის. ღონისძიების მიზანია, რომ იმ დევნილ ახალგაზრდებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოთ ის ყოფა და ცხოვრება, რომელშიც დღეს ისინი არიან. ეს არის მათი დაახლოება, ვთქვათ, ცხინვალ დევნილების და აფხაზეთიდან დევნილების დაახლოება, მათი შემოქმედებითი წრეების გაცნობა და ურთიერთობების ამაღლება. აფხაზეთის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრთან არსებულმა როკ ანსამბლმა და ხალხური საკრავების ანსამბლმა, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო სტუდიის აღსაზრდელებმა მაყურებელს დაუვიწყარი მუსიკალური ნომრები წარუდგინეს, რამაც მოწონება და დადებითი ემოციები გამოიწვია. საღამო იყო ძალიან კარგი და კარგი იქნება თუ კიდე ჩატარდება მსგავსი საღამო. ეს კონცერტი დევნილ ბავშვებს ეკუთვნის, მათ ეძღვნებათ და თუ რა იმის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, თუნდაც მცირედ ის ჩვენ ყოველთვის გვერდში ამოვუდგებით მათ. თბილისში საფეხბურთო სკოლა იმედში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებითა და მხარდაჭერით ჩატარდა სპორტის ოსტატის გენო ზარიას ხსოვნისადმი მიზღვნილი თასის გათამაშება მინი ფეხბურთში 2003-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. ტურნირი მიზნად ისახავდა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების აქტიურ ჩაბმას ფიზიკურ კულტურასა და სპორტში, ინტეგრაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ფეხბურთის პოპულარიზაციას. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული კომპაქტური ჩასახლებისა და ვაშლიჯვრის საფეხბურთო გუნდები. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად გამარჯვება ვაშლიჯვრის გუნდს ხვდა წილად. ბავშვები იჯდებიან, ემზადებიან დიდი ფეხბურთისათვის, თანაც ამასთან ერთად ისინი სკოლაშიც კარგად სწავლობენ, ქუჩას მოშორებული არიან, მიულოცოთ გამარჯვებულებს და წარმატება უთურობთ ქართულ ფეხბურთს და დევნილ ბავშვებს. მესამე წელიწადი ეს ტურნირი ტარდება გენო ზარიას ხსოვნის ტურნირი, ცნობილი ფეხბურთელი, სოხუმის დინამოს, ტორპედო ქუთაისის, სოხუმის ცხუმი გუნდის მთავარი მწვრთნელის, უბრწყინვალესი პიროვნების. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას აფხაზეთის მთავრობას, სპორტული მომზადების ცენტრს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას, ვინც ხარი დაგვიჭირა ამ ღონისძიების ჩატარებაში. დღევანდელი დღით ვარ ძალიან მაყოფილი, რომ ასეთი ახალგაზრდები ეძდება საქართველოს. ეს უკვე ტრადიციად იქცა ამ ტურნირის ჩატარება და ტარდება მაღალ დონეზე. ტურნირში გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჩვენმა გუნდა გაიმარჯვა და რაც თავარი არის, დავიმსახურეთ და კარგად ვითამაშეთ და მომავალ ტურნირზეც პირობას გაძლევთ, რომ მეორეჯერაც ავამღმართავთ ამ თასს. ორ კვირაზე მეტია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონია და თბილისის ბაროკოს ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში რიგით მესამე კონცერტზე თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა თავის ერთგულმსმენელ შთამბეშტავი კონცერტი წარუდგინა ცნობილი გერმანელი დირიჟორის კორნელია ფონ კერცენბროკის მონაწილეობით. ქართულ მსმენელს კონცერტზე ვივალდის, მოცარტის, პუჩინის, ვაგნერისა და ვერდის მუსიკალური შედევრები შესთავაზეს. კონცერტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიერ ერთობლივად შესრულებულ ნაწარმოებებს. დღეს არის თბილისის ბაროკოს ფესტივალის ერთ-ერთი დღე და ჩვენთვის აფხაზეთის კაპელისთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ მარაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად მღერით ვივალდის გლორიას და ზელენკას მიზერერეს და ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის, მით უმეტეს არაჩვეულებრივი გერმანელი დირიჟორი არის მოწვეული და დიდი სიამოვნებაც არის ამ ყველაფერთან ერთად. კაპელა ასრულებდა ყოველთვის
ბაროკოს მუსიკას და ამ შემთხვევაშიც აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ კაპელას შეესრულებინა ეს ნაწარმოებები ვივალდის გლორია. საინტერესო იყო ძალიან ამ ნაწარმოებზე მუშაობა. ჩამობრძანებულია ქალბატონი გერმანიიდან, ქალბატონი კორნელია, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ ნაწარმოებზე და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა ბაროკოს მუსიკასთან დაკავშირებით. თავად ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში არის ძალიან პოპულარული ბაროკოს მუსიკა და ძალიან ხშირად სრულდება. და საქართველოში უკვე გვაქვს ამის საშუალება, რომ შევასრულოთ ბაროკო და ჩვენთვის როგორც აფხაზეთის კაპელისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება მივიღოთ მონაწილეობა და ვიმღეროთ აქ. საინტერესო იყო ძალიან გამოსვლა, გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ ახალი რეპერტუარია, ახალი ფორმა თუ გინდ სიმღერის და ჩვენი კულტურისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ბაროკოს ფესტივალს ჩვენ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ხელს. ძალიან ნაწარმოების გუნდი ვართ, თანამედროვე გუნდი ვართ და დღეს გამოვდივართ სხვა ფორმატით. უდმა კარგად გაართვა თავი ახალი ბგერით, ახალი მუსიკალური გააზრებით, წარდგებით მაყურებლის წინაშე და რა თქმა უნდა გუნდი ამიტომ უფრო ფართოვდება და იზრდება. ამ შინაარსის ფესტივალი კავკასიაში პირველად ტარდება და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრი ჩაქვით რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე ქართველი მსმენელი მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავებს შეხვდება და ბაროკოს სტილის მუსიკალურ შედევრებს მოისმენს. აღსანიშნავია, რომ მუსიკა ყველა კონცერტზე ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება. კვირის თემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით საპარლამენტო კომისიას 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომას მთავრობის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. სხდომას საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ იმ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტებზე. ისაუბრა აფხაზური ენის პოპულარიზაციაზეც, რომლის სწავლება აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში მიმდინარე წელს იქნა შემოღებული. ერთ-ერთი სერიოზულ მიღწევად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემა აფხაზეთი მიიჩნია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით ქართულ და აფხაზურ ენებზე გადაიცემა. იქვე განმარტა, რომ გადაცემა ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.
საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, დევნილი მოსახლეობა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამიტომაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არაერთ ცნობილ სამედიცინო კლინიკასთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული, რომლის ფარგლებში დევნილებს მედიკოსთა მრავალპროფილიანი ბრიგადები უფასოდ ემსახურებიან. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო რეფერალურ პროგრამაზე, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი პაციენტები სარგებლობენ. მომხსენებელმა განხორციელებული პროექტების ამსახველი ვიდეო მასალაც წარადგინა. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა იმ პრობლემებსა და საკითხებზე ისაუბრა, რაც დღეს დევნილ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს და განაცხადა, რომ წინა წლებთან შედარებით დაიხვეწა იძულებით გადაადგილებული პირების მონაცემთა ბაზა. მეტ-ნაკლებად მოგვარდა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პრობლემა, რაშიც მან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წვლილზე მიუთითა. თუმცა, როგორც ვახტანგ ყოლბაია აღნიშნავს, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის გია ვოლსკისა და სხდომის მონაწილე დეპუტატების შეფასებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა დადებითად შეფასდა. ძალიან ყურადსაღები იყო ის, რომ მათ ჰქონდათ საზღვარგარეთ ვიზიტები, რომელიც ემსახურება აფხაზეთის თემატიკის გატანას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დამერწმუნეთ, რომ ამას აფხაზეთის მთავრობაზე უკეთესად ალბათ ვერავინ არ მოიფიქრებს, იმიტომ რომ და ვერავინ არ მოახერხებს, იმიტომ რომ ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია და ყველაზე უფრო დიდი პროფესიონალები ამ საკითხისას სწორედაც რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში არიან ამჟამად. და ვფიქრობ, რომ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნიათ ამ ადამიანებს და ის ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ, აუცილებლად არის გამოსაყენებელი ქართულ-აფხაზური და ზოგადად კონფლიქტების დარეგულირების თემატიკაში. ამიტომაც იყო, რომ დღეს სწორედ აი ამ კომისიის ფარგლებში იქნა მოსმენილი აფხაზეთის მთავრობის ანგარიში. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ამასთან ერთად ის მომავლის ხედვები, რომელიც ხელისუფლებას აფხაზეთის მთავრობას გააჩნია ამ საკითხებთან დაკავშირებით და როგორც გავარკვიე დღეს კომისიაზე მომდევნო შეხვედრები უკვე სწორედ აი ამ ხედვებსა და აი ამ გეგმებს დაეთმობა. პრობლემები ძალიან ბევრია და მათ გადაჭრა ჭირდება, მაგრამ იმ შესაძლებლობიდან რაც დღეს არსებობს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში, მე მგონი მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი. მაგრამ ბევრი სხვა საკითხი არის, რომლებიც ერთი შეხედვით თვითონ თლად პრიორიტეტული არ არის, მაგრამ ესე არ არის. ეს არის განათლება, ეს არის სპორტი, ეს არის საკონტაქტო წერტილები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ველაპარაკოთ, იქ დარჩენილ ადამიანებს და ჩვენ. იყო შეკითხვები, რომლებიც სწორია, უნდა იცოდნენ დეპუტატებმა, როგორი ხარჯება ბიუჯეტი, რა ხდება და მე მგონი პასუხიც საკმაოდ ამომწურავი იყო. მე ვფიქრობ, გაცილებით მეტია გაკეთებული, ვიდრე ჩვენ მოვასწარეთ საუბარი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ გვექნება შეხვედრა უკვე სამომავლო გეგმაზე. შევაფასებდი პოზიტიურად. ძალიან დიდი მუშაობაა გაწეული იმისათვის, რათა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი საზოგადოების მეშვეობით და იმ სტრუქტურების მეშვეობით, რომელსაც მთავრობა განაგებს, შეინარჩუნონ, გადაარჩინონ და სამომავლისათვის მოამზადონ აფხაზეთი, რომელიც დაბრუნდება. ესეთი სიმბოლური აფხაზეთი არსებობს, მაგრამ ეს სიმბოლიკა საკმაოდ პრაქტიკული სტრუქტურებით და პრაქტიკული საქმეებით არის შევსებული. ასე რომ ვფიქრობ, წარმატებულია მუშაობა. რაღაც საკითხებზე არსებობს შენიშვნები, წინადადებები, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმებს და ხედვებს, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ მათ გააჩნიათ ახალი ინოვაციური პროექტები, რომლებიც უკვე 2016 წლის საქმიანობაში აისახება. ჩვენთვის პრიორიტეტია განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა და მსგავსი პროექტები. ეგურ გაღმა ჩვენ მოვილაპარაკეთ ამ ანგარიშის წინ, რომ ამ კომისიაზე იქნებოდა მოწვეული შემდგომში ის სამინისტროები, რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობდა, გვინდა თანამშრომლობა, რომელთაგან ჩვენ ველით ქმედით პრაქტიკულ მხარდაჭერას. არ არის ლაპარაკი მაინც ფინანსურ თუ მატერიალურ მხარდაჭერაზე, ზოგადად თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საზღვისპირა რეგიონში. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მომავლის თემა და დღევანდელი თემის დღის წესრიგი იყო საკმაოდ ლაკონური, ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. რაც შეეხება მომავალს, ხედვებს, სტრატეგიას, ეს მომავლის საქმეა.
24 ნოემბერს სამშვიდობო ინიციატივის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015 ჩატარდა. გასულ კვირას სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015 ჩატარდა. ფორუმის მიზანი იყო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და დევნილი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა. ასევე მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და დობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მოეწყო. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა საპროექტო კონცეფციები, რომელიც დონორ ორგანიზაციებს წარედგინება. ახალგაზრდებმა შემოგთავაზეს დაახლოებით 10 ძირითადი კონკრეტული წინადადება, მათ შორის არის დევნილთა ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში, ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში, ახალგაზრდები მშვიდობისათვის, ადამიანის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები და ახალგაზრდების როლი ამ კონტექსტში, ასევე ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში და როგორც დღეს აღნიშნეს ახალგაზრდებმა სწორედ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის პრეზენტაცია გააკეთეს ფლორენციის პროექტისა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები და მსგავსი პროექტის მხარდაჭერას ითხოვენ ეს ახალგაზრდები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტები ყველა მხარდაჭერილი იქნება. ფორუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქ მოვედი იმიტომ, რომ უწოდო მათ თავისი ხედვები მომავალზე მოგვარების თუ ტრანსფორმაციის თემებზე ჩამოაყალიბონ, გაანალიზონ, იმუშაონ ამ საკითხებზე და უფროსებს მიაწოდონ თავისი ნაშრომები, თავისი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ისე რომ ეს შეხვედრა არ არის მხოლოდ რაღაც ფორმალური დღესასწაული, ეს არის სამუშაო შეხვედრა უფროსებთან, უფროსთაობასთან და იმ ხალხთან, ვინც არიან კონფლიქტების მოგვარების საკითხებით დაკავებული. ახალგაზრდები როგორც ყოველთვის არიან მამოძრავებელი ძალა და მათი ჩართულობა ყველა იმ პროცესში, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარეობს, მათ შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აუცილებელია. რამე თუ ახალგაზრდებს არ აწევთ ტვირთად ის შეცდომები, რომელიც ჩემმა თაობამ დაუშვა. ამიტომ მე მინდა ამ ახალგაზრდებს უსურვო წარმატებები, უფრო გაბედულად იმოქმედონ იმისათვის, რომ იმეგობრონ აფხაზ მაწულებთან. რამე თუ ჩვენ ერთიან სივრცეში, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვაშოროთ ის საზოგადოება, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება ჰქვია. ეს ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, დობის აღდგენაში, დაშორებულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში ახალგაზრდობის როლს. დღევანდელი ფორუმი, რომელიც ჯგუფებში მუშაობას გულისხმობს და სხვადასხვა რეკომენდაციების შემუშავებას, იქნება კიდევ ერთი დამატებითი სტიმული და მნიშვნელოვანი სტიმული ჩვენ ვფიქრობთ ამ ურთიერთობების გადახედვისა და ამ დობის აღდგენისა. სახალხო დამცველი მიესალმება ნებისმიერ მსგავს ღონისძიებებს, რომელიც გამიზნული არის სწორედ დაშორებულ საზოგადოებებში დობის აღდგენით, კონფლიქტების ტრანსფორმაციით და ამ კონფლიქტების ტრანსფორმაციაში ადამიანის უფლებების როლის განსაკუთრებული გამოკვეთის გზით. ფორუმის მუშაობაში 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკურად აფხაზები და ოსები. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ისევე ვიყოთ თანასწორუფლებიანად ჩართული მშვიდობის აღდგენის საკითხში, საქართველოს გამთლიანების საკითხში, როგორც სხვა ჩვენი თანატოლი ახალგაზრდები. აფხაზურ ორგანიზაციებთან ამ ეტაპზე კავშირი არ გვაქვს, თუმცა დავინტერესდით ჩვენ ამ საკითხით, დავუკავშირდით ადამიანებს, რომელსაც გამოცდილება აქვთ ამ საკითხზე მუშაობით და ჩვენ აუცილებლად იდეაში გვაქვს, რომ იქაც დავიწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე, პრობლემების მოგვარებაზე აქტიური მუშაობა, როგორც ამ ეტაპზე საქართველოში მუშაობთ. თბილისის ახალგაზრდული ფორუმი 2015 საკმაოდ კარგი ფორმატით ტარდება. ჩვენ ვართ 8
ჯგუფი ჩამოყალიბებული, რომელმაც გავცვალეთ აზრები და წარმოდგენილი იდეებით გავესაუბრეთ სახელმწიფო პირებს. ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრები და მოხარული ვიქნები, რომ მხოლოდ ფორმალური სახე არ ექნება ამ ყველაფერს და საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს დადებს. ჩვენ ვართ ახლა ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობს პოლიტიკას ნაკლებად შეეხოს, ყურადღებას ვამახვილებს სპორტზე და კულტურაზე, რომელიც ხიდი იქნება ჩვენ შორის, რომელიც აღადგენს რამოდენიმე ათეული წლების წინ დანგრეულ ურთიერთობებს, რომელიც ომმა დაგვიტოვა და პოლიტიკამ და პოლიტიკის გარეშე სპორტმა და კულტურამ დიდი როლი უნდა შეასრულოს შერიგების საქმეში, ჩვენი თაობის ინტეგრაციის საქმეში, რაშიც ჩართულები უნდა ვიყოთ პირველ რიგში ჩვენ და ამისთვის თანადგომა გვჭირდება ჩვენი მთავრობიდანაც, არასამთავრობოებიდანაც და გაეროდანაც, რადგანაც დიდი ძალისხმევით და ფართო მასშტაბებით განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები. გაგაცნობთ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-ნევროპათოლოგს, მედიცინის დოქტორს დალი ბერულავას. დალი ბერულავა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში მუშაობს. იგი ნევროპათოლოგია. ცდილობს პროფესიულად ყოველდღიურად განვითარდეს. სწორედ ამიტომ დღესაც სწავლობს. ხშირად არის დამკვირვებლის პოზიციაში და მუდამ სიახლის ძიებაშია. რაც არ უნდა გქონდეს შენ კარგი გამოცდილება თუ შენ ახალს არ შეიძენ, რა თქმა უნდა იმ თანამედროვე ხედვას ჩამორჩები. იმიტომ რომ ყოველდღიურად რაღაც ახალი შემოდის. იგივე ტექნოლოგიებში. უნდა გითხრათ, როდესაც მე დავიწყე თვითონ მუშაობა, პრაქტიკულად ენცეფალოგრამის და ეხოსკოპიის გარდა ნევროლოგიაში სხვა არც არაფერი არ იყო. მე ვსწავლობდი უკრაინაში, ლუგანსკის სამედიცინო, ჩემ დროს ვარშავოგრადი იყო, ახლა ლუგანსკის სამედიცინო ინსტიტუტი. იქ დავამთავრე, იქ ვმუშავე რამოდენიმე წელი ერთ-ერთ ნევროლოგიურ კლინიკაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მომცა თვითონ ეს სწავლის პერიოდი, მუშაობის პერიოდი. შემდგომში მე რაღაცა გარკვეული წლები ვიმუშავე სოხუმში ერთ-ერთ კლინიკაში. ეს იყო 99-90 კი რაც პერიოდი მოსკოვშიც ვიმუშავა და მე ამის შემდეგ მუშაობ ამ კლინიკაში პრაქტიკულად უკვე 20 წელზე მეტი. პირველი კლასიდან ექიმის ჩანთით დადიოდა და იცოდა რა უნდა ეკეთებინა მომავალში. 2014 წლის საუკეთესო ექიმისთვის დასვენების დღეები არ არსებობს. ბავშვობიდან ვიცოდი რომ ვიქნებოდი ექიმი. შეიძლება ეს დედაჩემის მაგალითი, იმიტომ რომ დედაჩემი ახლა ცნობილი აფხაზეთში გინეკოლოგი ზიზიანთელავა, პრაქტიკულად აფხაზეთის მოსახლეობა ყველა მაგას იცნობდა. მისი, ისე ვთქვათ, მაგალითი ყოველთვის ჰქონდა თვალწინ. თვითონ ნევროლოგიის არჩევა მართალურად ვთქვათ, ეს უკვე მოხდა გვიან ინსტიტუტის პირობებში და იქ ხო ძალიან ისე ვთქვათ აი ამ არჩენაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ პროფესორს იყო იცით ძალიან ცნობილი უკრაინაში აკადემიკოსი პანჩენკო. დალი ექიმთან სამკურნალოდ ხშირად ჩამოდიან საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდანაც. უყვარს პაციენტებთან ურთიერთობა და ბედნიერებას ანიჭებს ის პროცესიც, როცა თავისი საუბრითა თუ რჩევით შეუძლია სხვა ადამიანს იმედი ჩაუსახოს. როგორც თვითონ ამბობს, ექიმი 24 საათიან რეჟიმში უნდა ფიქრობდეს პაციენტზე და ნებისმიერ წუთს მზად იყოს მის დასახმარებლად. ძალიან ცუდად ვიყავი, წნევები მაღალი მქონდა ყოველთვის, მომიწესრიგა ესო ყველაფერი და ეხლა როგორც 6 თვეში ერთხელ, წელიწადში 2 ჯერ გამოკვლევას ვაკეთებ, ისე რომ არაფერი გამომრჩეს და მოვდივარ უკვე რეგულარულად და ძალიან ბედნიერად ვძნობ თავს. ჩემი აზრია ეგ, რომ ექიმი, რომელიც არა მარტო ისე როგორც პაციენტს მიგებს, არამედ ისე მიგიღებს, რომ აბსოლუტურად გარწმუნებს ყველაფერში და მარტო იმითაც შეიძლება განიკურნო ადამიანი, რომ ესეთი კარგი მიღება აქვს და კარგი ადამიანია, ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამსახურში ყველაზე დიდ დროს ატარებს, თუმცა უკვე საღამოს ცდილობს განახლებული ენერგიით შინ დაბრუნდეს და ოჯახურ გარემოში დაისვენოს. ფიქრობს, რომ სახლის საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის. ძალიან მიღლები, რა თქმა უნდა. თუმცა ძალიან მიყვარს ოჯახის საქმე და მიყვარს სამზარეულო ძალიან. კვირის განმავლობაში ცოტა რთულია, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი გრაფიკი დატვირთული და ის ვთქვათ, აი ესეთი შეხვედრა, მაგრამ შაბათ-კვირას ყოველთვის ვცდილობთ ჩემ მშობლებთან ყოფნა, იმიტომ რომ დედაჩემი ხდება ყოველთვის ძალიან განსაკუთრებული სადილი და ის ჩვენ რაღაცნაირად გროვდებით და ის ჩვენთვის რა თქმა უნდა ყველა დღესასწაულებზე ერთად ვარ. თუ ექიმი იქნები, ნამდვილად უნდა
გაისაჯოთ და გასცე შენი ენერგია და ჯანმრთელობაც მე ვიტყოდი. უნდა მიან გინეკოლოგია. ეს კიდე არ დავთმე. ძალიან მძიმე შრომა. და მე აირჩია ეს ნეიროპათოლოგი და მე მადლობა მითხრა დედა ძალიან კმაყოფილი ვარ. ნერვიულობს, სულ დედის გული არასოდეს არ არის მოხსენებული, სულ შფოთვარეა, შვილების ირგვლივ, აი თავისი ოჯახი, ყველაფერი. თითქმის ყველაფერი კარგად არის და დედა მაინც ნერვიულობს, დედა ძალიან დაიღალე, ეს არის ჩემი სიტყვა საღამოს. ხო, დედა მაშინ არ ვილაპარაკოთ, დაისვენე და დავდებ ყურებს. მეუღლე გიორგი ჩიქავა დალიექიმა თბილისში გაიცნო. წყვილს ერთმანეთი მალე შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. შეეძინათ ორი შვილი, თამარი და ლეო. ორივე მამის პროფესიით დაინტერესდა და ეკონომისტობა აირჩია. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ხასიათით შვილები მამას დაემსგავსდნენ და ბევრი ლაპარაკი არც მათ უყვართ. ჩვენი შეხვედრა და გაცნობა მოხდა 1999 წელს. მოიხსენებათ არც ისე ადვილი პერიოდი იყო უკვე აფხაზეთში დაწყებული იყო არეულობა. თალი ჩამოსული იყო თბილისში ნევროლოგიის ინსტიტუტში, გადიოდა სტაჟირებას. თავინტერესი გავიგერო იყო აფხაზეთიდან სოხუმიდან. სადაც მეც უამრავი ნაცრობი მეგობარი ნათესავი და ახლობლები მყავდა 1990 წელს შევქმნით ოჯახი. დალიბერულავა აფხაზეთიდანაა. იქ დარჩენილ ახლობლებთან დღესაც ხშირი კონტაქტი აქვს და აფხაზეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულებსაც ეხმარება. რაც შეეხება წარსულს, ის უფრო დიდია და მოგონებებით სავსე. სახლი კარგად ახსოვს და ენატრება. ხშირად ახსენდება საყვარელი ადგილები და სჯერა, რომ ერთ დღესაც სოხუმში დაბრუნდება. ჩემი ქალაქია სოხუმი, ჩემი ქალაქია და ყოველთვის რაღაცნაირად ისეთი ის მქონდა, როცა უკრაინაში სწავლობდი და ჩავდიოდი სოხუმში არდადაგებზე. ყოველთვის მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ეს 3-4 თვე ვერ სუნთქავდი და რაღაცა მეხსნებოდა სუნთქვა და რაღაცა ისეთი იმით და ეს 25 წელი სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერ სუნთქავ. მიამბე აფხაზეთზე, ჩვენი სტუმარია მსახიობი მარინა კახიანი. ლეგენდას გავს აფხაზეთი. ჩემთვის აფხაზეთი იყო რეალურად უსაყვარლესი ადგილი. მე ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ ახალი დაწყებული მქონდა თეატრში მუშაობა, როდესაც ეს მოხდა. მაგრამ ძალიან ბევრი, გარდა იმისა, რომ ეს მართლაც მამა პაპისეულად გადმოდიოდა ჩვენში, ეს რაღაცა სიყვარული, განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სისხლში ქონდა გამჯდარი უკვე აფხაზეთის მიმართ. შემდეგ ამას დაერთო უკვე ჩემი პირადი რაღაც სიყვარულიც, ასე ვთქვათ, რაღაც ფაქტები ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი. ის რა ულამაზესი ადგილი იყო ეს სადაო არ არის მე მგონი და მე ვთვლი რომ მიუხედავად იმისა რომ საბედნიეროდ მომიწია საკმაოდ ბევრ ქვეყნებში მოგზაურობა სამსახურეობრივად დასასვენებლადაც არაერთხელ ყოფილვარ ძალიან ლამაზ და კარგ ადგილებში მე დღემდე ვთვლი რომ ეს არის მსოფლიოში ულამაზესი კუთხე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც პირველად კინოში დამამტკიცეს როლზე. იყო მანამ რამდენჯერმე გადამიღეს რაღაც პატარა ეპიზოდებში, მაგრამ როლი პირველად მივიღე პირველ კურსზე და აი ეს საოცრება აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოგვიწია ყოფნა 2 თვე აფხაზეთში და ამით რა თქმა უნდა ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასი და საინტერესო აღმოჩნდა მოგონებების მხრივ. ეს იყო უმცროსი და ესეთი ფილმი
და გარდა ამისა სხვათა შორის მოხდა საოცრება მე პირველად იქ გავიცანი მაშინ არაფერი უბრალოდ გავიცანი ადამიანი რომელიც შემდგომში ჩემი მეუღლე გახდა თუმცა იქ არაფერი ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა ჩვენ შემდეგ ხელმეორედ გავიცანით ასე ვთქვათ ერთმანეთი 2 წლის შემდეგ მაგრამ უკვე შემდეგ როცა დავატრიალე ჩემი ფიქრები სად ვნახე პირველად გია მატარაძე სად გავიცანი ამომიტივტივდა რომ ეს იყო ბიჭვინთა ჩემო მეგობარმა ბიჭვინთაში ქუჩაში გამაცნო ეს რომ წარმოიდგინეთ რამდენს ნიშნავს უკვე ამის გარდა ძალიან ხშირად დავდიოდით დასასვენებლად განსაკუთრებით როცა ჩემი შვილი უკვე მოევლინა ამ ქვეყანას პატარა იყო ჩვენ ძალიან ხშირად ვისვენებდით უკაცრავად რუსულად ვიტყვი ესე ეძახდნენ მაშინ დომ ტვორჩესტვას ბიჭვინთაში იყო საოცარი ასე ვთქვათ კუნძული ხელოვნების მუშაკთათვის სადაც აი იმ ძველ საბჭოთა კავშირის დროს თითქოს ჩვენ რაღაც სხვა სამყაროში გადავდიოდით არ იყო ეს ჩვეულებრივი საბჭოთა სანატორიუმი რაღაც უფრო მეტი იყო იცით და ჩვენ იქ ძალიან ისეთი ურთიერთობები ქონდა სხვა ქვეყნების მაშინ არ ითვლებოდა საბჭოთა კავშირი იყო ერთი დიდი ასე ვთქვათ ქვეყანა მაგრამ სხვა მსახიობებთან რეჟისორებთან ქონდა ურთიერთობა რუსებთან უზბეკები და ასე შემდეგ და ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა რომელიც მიუხედავად შემდეგ უკვე დაშლისა საბჭოთა კავშირისა კიდე შენარჩუნდა წლების განმავლობაში მე არ საუბრობდი ბიჭვინთაზე ესე ხმამაღლა ესევე განმეორდა შემდეგ ჩემი მეუღლე რო გარდაიცვალა ძალიან ბევრი წლები ჩემი მეუღლეზე მე არ ვლაპარაკობდი ეთყობა ეს რაღაც ჩემი სისუსტეა რომ დიდხანს არ შემიძლია ხოლმე რასაც ვკარგავ იმაზე საუბარი დღეს უკვე მე ჩემთვისაც რაღაც საოცრება მოხდა იცი ძალიან ხშირად რაღაც ფაქტებს რო ვიხსენებ ჩემი წარსულიდან მე ვამბობ ხოლმე აფხაზეთის დაკარგვამდე და აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ და დღემდე ესე მომყვება ყველაფერზე უფრო რა თქმა უნდა მტკივნეული ის არის და ამას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით რა თქმა უნდა მიიწა სილამაზე ეს ყველაფერი მაგრამ იქ დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი ქართველი და არაქართველიც ძალიან ახალგაზრდები, რომლებსაც წინ ქონდა ცხოვრება, რომლებსაც შეეძლოთ უამრავი რამის გაკეთება და არ ვიცი ჩვენ იქიდან ვინ რას გააკეთებდა. თავიანთვის თუ ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის სამწუხაროდ მე ვერ მოვასწარე აფხაზეთში გასტროლები, ეს გადაღებები იყო მხოლოდ დასვენება. იმიტომ მე ახალი მოსული ვიყავი ფაქტიურად თეატრში რაღაცა 2-3 წლის ვფიქრობ, ასე მახსოვს რომ უკვე ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. აქ ძალიან ცოტა ფოტოა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მხოლოდ და ერთი ფოტოა ჩემი შვილის, რომელიც ძალიან პატარაა. ამ ფოტოზე ზღვაზეა. ეს არის ბიჭვინთაში გადაღებული. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი მოხდა. ორივე მხრიდან, რა თქმა უნდა, ომში ეს გარდუვალია. მაგრამ მე ესე ვიცი, ესე მწამს და მჯერა, რომ ქართველებს და აფხაზებს ერთი ძირი აქვთ და ჩვენ მათი ყველაზე ახლო ნათესავები ვართ და მეგობრებიც. ესე მჯერა და ესე მწამს და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ასე იქნება, მე ამის მწამს და გახსენდეთ ხოლმე ეს, მე ძალიან მინდა. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით, ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.